ეხა გადავედი iPhone-დან Android-ზე. ესე იგი, რამდენიმე თვის წინ სანამ Eurobasket-ი დაიწყებოდა, ჩვენს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან ერთად იურმალაში ვიყავი, ისინი ვარჯიშობდნენ, მე რაღაც კონტენტებს ვიღებდი მოკლედ და ესე იგი, რატი ანდრონიკაშვილი არის ძალიან კაი ტიპი. ანუ ისეც კაი ტიპია, მაგრამ ეკირო ევასება, ჩემთვის უფრო დიდი რესპექტი აქვს რა ადამიანს, ხო და თან ცოტა განსხვავებული ტიპია და სულ ევასება ახალი smartphone-ების გატესტვა, ტაბების და ასე შემდეგ და მოკლედ მაინტერესებდა თუ რა smartphone-ი ქონდა და რას იყენებდა იმ მომენტში. ხო და რატი ეხლა რა ტელეფონს იყენებ? ეხა გადავედი iPhone-დან Android-ზე და ბოლო რაღაც ერთი თვეა ვიყენებ OnePlus. ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდი ხანი მინდოდა ამ სრულების გაკეთება და ჯერჯერობით კარგის მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს ამის შესახებ. ხო და როგორც ხედავთ, ესეც ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული და განსხვავებული smartphone-ების მფლობელია და რაღაც მომენტში ვეთანხმები კიდევაც იმაში, რომ OnePlus-ით კმაყოფილი იქნება. ანუ ერთ-ერთი კამერით შეიძლება არ იყო კმაყოფილი, იმიტომ რომ იდეალური კამერა ვერ აქვს და სხვა ფლაგმანებს ჩამორჩება, მაგრამ ოკეი, კამერა თუ არ არის შემთხვევით თავარი და სხვა დანარჩენია, ძალიან მაგარია. მოკლედ ძალიან კაი არჩევანია ჩემი აზრით.